დილამშვიდობის გაუმარჯოს დღემშვიდობის დილამშვიდობის ეხლა მივდივარ სამსახურში წესით მე მივდივარ ხოლმე იმათ წინ აი ეხლა გადიან ამ წამს ისინი სკოლაში მაგრამ ესა 15 კლეივას უნდა გავუყვე ნორმალურ დროზე მივალ რა ანუ მირჩევრია 15 წუთით გვიან წავიდე ხოლმე იმიტომ რომ ანუ ბევრ ამას კი არა თითქმის ყველაფერს ვასწრებ რა ეხლა 10 წუთი მაქვს დრო საჭმელი წუხა შუქი ჩაქრა ჩვენთან არა ზოგადად მარტყოფში ჩაქრა შუქი და გავხედო კურტკა დავავიწყოთ დარჩა ასაღები მოვიდუღე არ მოვიდუღე ცხელი წყალი დავასხი რამდენად ძალიან ამაქვს გუში რთმა დამისველა ძალიან ამაქვს აწეწილი დავასხი ადუღებული წყალი ხო და მასე უნდა დავლიო რეზინი აკამაკ ცოტა ხანი მოვიხსენი რა ისა ვაიმე ფისო შენ არ დამრჩე გოგო შენ არ დამრჩი აქ ჩემო ლამაზო ეს იონეს ქუდია ეს ჩემი ეს წავიხო მივდივართ მარშრუტკით დღეს ჩემი ძმა გასულია ამ კვირაში არ მუშაობს ესენი მათთვის სახლისები არ გამოიცვალე მარტო ქვემოდან მათვია გასასვლელი იუბკა და დანარჩენები ახლა მას ჩავაქრობ რომ ესეც არ დამრჩეს ვაქრობ პრინციპში რომ მოვლენ მე ანთე ესე რომ ვაქრობთ ხოლმე დიდი ეკონომია არის სხვათა შორის დრო არ გამეპაროს 17 წუთი ეკონომია არის იმ ხრივ რომ აბა წარმოიდგინეთ ახლა ესე იგი ახლა ჩავაქრე 9 არ არის და დაახლოებით 3-თვის აანთები მთელი 6 საათი ყოველ დღე ნუ არა ყოველ დღე არა ახლა მე რო სახში ვარ ხო არ გავთიშა ეს წესი ბარემ ჩავიცვი ხელის კრემს წავიღებ რადგან იქიდან შეიძლება ისე წამოვიდე რომ დამჭირდეს და ის უნდა წავიღო ისაწმენდი წავიღო იმიტომ რომ დღეს იქიდანაც სავარაუდოდ მარშრუტკით წავიღოთ და მინდა რა მინდა ჩემი პიცეთ მენდიცა დარი სათვალე მინდა სათვალე კი არა სათვალეს დავტოვებ ის მინდა რა ქვია ცოტა აზე რომ მოვიდე სახეზე რომ ცოტა ესი არ ვიყო ახალი გავიძებულივით თუმცა დღეს ვიქალე და გავიგვიძე რომელ საათზე დაახლოებით არა 7:30-ზე და რეკაბუძელი მიყვა და 25 კლე რო ავდექი რა მაინც წავიზარე ბევრს არაფერს არ ვაპირებ არ გეგონათ რომ ბევრ ამას ვისმევ ივანე მირეკაბუძელი წამით ეგ არ მიცარებს არ ვაკეთებ 25 აკლია ბანკარი წავისვი და აი მე არ უნდა წამესვა ქალურა ფერია აი გაქრიმან ანარა წაისვი ესა ეს ბანკარი უნდა გადავაგდო ბარბარის არ უნდა გადავაგდო მე პომადას არ ავხმარო დისკომფორტი მაქვს ტუჩები რომ ეწებება ერთმანეთზე
თუმცა აი ეს კარგად ვიხმარე მზია. მაგ ჯერ. აჰა, წავედით. ყოველთვის მოსწრებ შანსი არ არის. ფული ავიღო და წავედით. მოდიფისო შენც გაგიშვა. აბა გადი გარეთ. გადი. ჩქარა ხა ეგრე. ვინ ხوار. არა, პირსაწმედი რო ავიღე და რატო არ გამოვიტანე? აი. მელი საათია 42. ზუსტად 3 წუთში უნდა გავიდე. ზუსტად 3 წუთში, ამიტომ ყავას ვერ ვასწრებ, აზრი არ აქვს. ყავის მოწრუპვას, რა ვიცი. ბევრი კეჩავს, ეს ჩავასხმე. რაღაცო დავდგი, ქალო რაღაცო დადგი ცხელი მაზე. გაგიცივდებოდა რა ბარე. ცოტა ხანი მოვათიშო. 1 წუთი. რადგან აქ ჩავდე ეს მარტო ეს კი არ მიმაქ. ტანსაცმელი გავაშრე გუშინ, ეს მიმაქ. ნუ ეს ხო მიმაქ და მიმაქ. ესე და ეს მიმაქ. აი ეს იმაში ეტევა, მაგრამ ის ძალიან ისა გაფუმფულდება ხოლმე და ეს მიმაქ ყავაზე. ეს აქ ჩავდოთ. მეგონი წასვლის დრო ახალხნო. ეს ჩემი. აბეღლავი. ოღონდ ჩემი ეხა რა თქოთ ეგერად დალიეო. ახმელიაზე არა ვარ, ხალხო არ დამილევია, ფერი გუშ სახში ვიყავ. ხო იცით რომ სახში ვიყავ. ასე რა. მოდი წავედით რა. ეს არ შეიკარი? შეიკარი, მან რეზინაც ხო ჩავიდე. ესენი გასაუთოებელზე დავყარო. გარეთ ცივა ქარივით არის, თოვლი მოაქვს. რავი, რაღაცეები რა ხდება კაცმა არ იცის. ესეც ეს. წავედი ახლა. გაჩერებაზე გავიქცეთ. დროებით. ეს და ეხა ყავ თქვენ ჯიბეში ჩავსვათ და ყავას წავიღებ და გასაცხებში ჩავაგდო. აი ნახეთ. თოვლის თეთრები. მე მეთქი მარშრუტკა არის და კინა მოუწყდი ადგილიდან. ლელა სამნა მიმეცა ვალი. რატო არა გაქვს ლელა რეიღია? ვალი რა გუში. ხურდა არ მქონდა წაღებული ხეთ და გარნახევრიანი კევი ავიღე. აი იმას შეკვრა მინდა და თმები მიშლის. მე წიწკნება. ესე. თბილად მაცვია, ოღონდ მართლა თბილად მაცვია, გემრიელად. ის უკლავებოც მაცვია, მშვენივრად, მშვენიერალურად. ეს რავაა. და. ვაი, მე ხახდებო მართლა მაგრათაც ცივა. ეხა იქაც ცივა, იმიტომ რომ ღია კარები გვაქვს, ღია ფანჯრები გვაქვს, ღია ყველაფერი გვაქვს. მეტყობა სახეზე ის რო არა ქვია. მუშა პროცესში. 40 მეტრასელდი ჩავალაგეთ დამარილებული ქაშაყი. გამოშვების თარიღი 20-ია, კი, 30-მდე. ახლა რა სკუმბრია განახოთ ხალხმა. შეხედეთ. აი მასე მეკითხებიან ხოლმე რამდენად კაიაო და რამდენად ღირს ამის ყიდო. ვიცა? შუქზე. მე როგორ ვიცა. ნახეთ.
ვისაც თევზი უყვარს, ეცოდინება ეს რა ხილია. აი ამაზე ვუკეთებთ. აი ამას სათითაოთ კუდზე. ეტიკეტი ნახეთ, გამოშვების თვე, რიცხვი, წელი ყველაფერი. ეხლა მე მაგ ეს ჯიბეში და 30 ქაშაყის ეტიკეტი. ხმაურია იქით, კაია ხოდი. იცოდეთ, რომელი სამსახურშიც არ უნდა მუშაობდეთ. სამსახურში ვინც მუშაობს, იმ ხალხზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რამდენად გიყვარს ეს საქმე. იმდენად კარგი თანამშრომლები არიან აქ, რომ ეს სამსახური გიყვარს. ჰოუ! დამაცა ხო? მომაკ! ჯან დაიწოს, ჩემი ძალია. ეტიკეტი წამოიღე. ეტიკეტის არა ვარ. მაგრამ ხო დამაცადე. დავით. საქმიანი სახე დავიჭირო. მანქანასთან ვიქნები მეგიმე. ხო, შემოვიტანე. ვინი? დავიდით. აბა თვალები გაგიწმინდოთ. ცოტა ადრე მოვჭით საქმეს. არაფერი ისეთი არა გვაქვს. წავედით სახლში. სახლისაკენ ჰერი. მეგიც გამოვანახეთ როგორი მისია, თუმცა დღეს მაგარი სიცივე იყო, დილას რო წამოვალთ ხო გახსოვთ. მანქანით მივიდივართ, კაია. ой, მედედა. მე მგონი გაიქნებოდნენ ხალხს დავშტობებოდი, მაგრამ არ არიან. აჰა, მედით მოსულა. აი მე. ექვსაკლია 10 დაახლოებით 9 საათია რაც სახში მოვედი. აი მე რა კარგია ღმერთო. ესე იგი მოვედი მოვიტანე ჩემი ჩანთა. ეს რაშიც ტანსაცმელია, მაგრამ რაშიც მიდევ ფული და ეგეთი რაღაცები სამსახურში დავტოვე. ძირფასად. წამოვიღე დიდი ჩანთა. დანარჩენი სახში მიდგა კი არა და სამსახურში დავტოვე რა მოკლედ. იქა ჩემ გამოსაცვლელში კიდია. მოხდე ხლებტო დაბლა ვიყავი ამით დავიბანე. და ეხა მინდა სადღაცა 15-20 წუთი რო ლაშასაც რაღაც ჩართული წავიძინო და აი ძალიან კმაყოფილი ავდგები გეფიცებით. სოუსი ჭამეთ? არა, მამიჭა. შენა? რა ჭამე რომ მოხდი? მე კარტოფილი. იყო კიდე შენ? კი. მე ცოტა. ესე იგი არ ვიცი ხა თავში ჩავსვა, მერე ჩავსვა თუ რას ჩავსვავ იმ კადრს, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით, რომ დღეს ჭამე ბორანო. ბიჭება მოიტანეს, ვინც იქ მუშაობენ, მოიტანეს, ბექა მოიტანა ყველი და კარაქი. არ ვიცი. უგემრიელესი, მაგრამ მაგის ჭამის შემდეგ ფიზიკურად ვერაფერს კი ვეღარ შეჭამ. ნეტა 2 დღე მოგინდეს რამის ჭამა, ანუ ეხა იმდენად აი მიუხედავთ იმისა, რომ არ ჭამე ბევრი, მაგრამ აი იცი როგორი თემაა? აი ერთი მათლაფა შეიძლება 4 კაცს იყოს, იმდენად ნოყიერია და მაგრამ ძალიან გემრიელი და ოღონდ მარილი ისა მაგას უნდა სხვანაირი ყველი, ანუ თლა ძალიან დამარილებული არა და რო იტყვიან მაგ ეგენი ეძახი როგორც აი დამწნილებული ყველი უკვე, ანუ მეტად მარილში შესული და უფრო მეტად რამდენჯერმე დაალბეს. რომ მარილი გამოსულიყო და ანუ იმდენად მლაშე იყო, რომ გეფიცები მთელი 2 კვირის წყალი დავლიე. რო დავდივარ, აი ეს დიდი ბოჭკამ რო იაროს ლაყლაყით, აი ზუსტად მასე დავდივარ ანალოგიურად. მაგრამ აი ხაც გძნობ რომ წყურვილის გრძნობა მაქვს, მაგრამ აი ფიზიკურად აღარ შემიძლია. ძალიან გემრიელი იყო, ძალიან ნოყიერი იყო, ყველი რასაც აქვთ, ხო იცი რა არის, ხა წარმოიდგინე დამბა, ანუ გამდნარ კარაქი დაასხეს დამდნარ ყველს და წარმოიდგინე ეს ერთმანეთში რომ დადნება. და უნდა ჭამო პურთან ერთად.
უგემრიელეს იყო, სავარაუდოდ აი ამის ბოლოს დავდებ და ნახავთ თქვენ რაც გავაკეთეთ. ძალიან მაგარი იყო რა. რაც შეეხება ანუ ნათლისღების ვიდეოს რა არ ვიცი რატო დაიბლოკა და ამიტომ მომიწია წაშლა და ახლიდან დადება. რაღაცა კადრი ამოვაკელი და ახლიდან დავდი ამის წინა ვიდეო იქნება ეგ. უბრალოდ აქ დილით მინდოდა მაგის გაკეთება, მაგრამ ვერ მოვასწარი ფიზიკურად და ეხლა მომიწია რა ასე რომ რადგან დილიდან დავიწყე ვიდეოს გადაღება ამ ვიდეოთი დავამთავრე. დღეს ცოტა ადრე მოვედი, აი ამ დროს გამოვდივართ ხოლმე, მაგრამ დაახლოებით 9 საათი უკვე სახლში ვარ, მაგრამ აი ხა ვატყობ რომ უბრალოდ თვალები მეხუჭება და თან რომ წუხელიც რა იყო. არ ვიცი დილას გითხარით თუ არა, წყალი მოვიდა და უწყლოდ ვიყავით მართლა ოღონდ წყალი მოვიდა დაახლოებით რომ უნდა დავწოლილიყავი. მე დავკეტე 4 იყო. 4 საათი. ბაკში რო ჩადიოდა დაახლოებით 12 საათზე უნდა დავწოლილიყავი, მოვიდა წყალი, ძალიან ცოტა მოდიოდა, მაგრამ იმდენად არ გქონდა რომ ჩავუშვი ბოჭკაში და ბოჭკიდან ხელით შევზიდე შიგნით აბანოს ბოჭკაში და ანუ მე ამოვედი აქ წამოვწექი ცოტა ხანი რაღაცა ფილმს უყურედი მეძინებოდა რომ ანუ ბოჭკაში რომ მქონდა ჩაშვებული მეთქი არ გადმოვიდეს მე არ გაიყინოს და რაღაც გავქაჩე ერთი ბოჭკის სავსება მეორე სავსება და მესამე ვეღარ გავქაჩე ჩავუშვი ბაკში და წავედი და დავწექი და დაახლოებით ეთყობა მე რომელ საათზე გამეღვიძა არ მახსოვს მე იქი და მოკლედ დავკეტე რა ისე რომ ჩამოვედი ბაკიდან კარგა მოთქრიალებდა და დილას უკვე ის იყო ანუ რო არ გამეტეხა ძილი დილასაც აივსებოდა იმიტომ რომ დილას ძალიან მაგარი ნაპოლი ჰქონდა მაგრამ ეხა მოდის კიდე თუ მატორი ირთვება ანუ ეხა კი თავი დავიბან მაგრამ არ მახსოვს მატორის ხმა იყო ხო და დილითაც კი მოვასწრები ავსებას მაგრამ ვაი და არ ყოფილიყო ანუ მომიწია დაახლოებით 3 საათამდე ყურყუტი წუხელ და 7:30-ზე კიდე ავდექი. იმ დონეზე მეძინება გეფიცებით ხა იმ დონეზე რომ აი თვალებს უპლაკავ რო იტყვიან და ეხა ცოტა ხანი აი ნინო რაღა გაქვს დასაწერი შენ ხო იზო თუ ერიზო ამასაც ეძინება იმიტომ რომ ამ გრაფიკით კაი ხადი არა ყოფილა დილის რომელ საათზე 8:15 წუთზე გავაღვიძე და დგებოდნენ 11-ზე წარმოიდგინეთ და ნინო როგორ ახარ აგე ხო და ეხა აი ზუსტად 1:30 საათი რო უბრალოდ ჩამეძინოს სრულიად საკმარისი იქნება და ცოტა ენერგიაზე მოვალ იმიტომ რომ რაღაცები დასაუთებელი მოგდა შეიძლება საეცხიც კი შევყარო ასე რომ დღე ამით არ თავდება უბრალოდ ცოტა ხანი შესვენებას ვაკეთებ და მე შეიძლება 12 პირველ საათამდე გავაგრძელო ასე რომ ეხა უბრალოდ დაგემშვიდობებით მომავლი დავამდი აი ამ პოზაში იმიტომ რომ ზუსტად ამ პოზით არ მაქვს ამის გამშრალების თავი ზუსტად აი ესეთ სიტუაციაში უნდა დავწერ და დავიცი დავედი სულ ცოტა ხანი 15-20 წუთი მაქსიმუმ ჰაჰა ნახევარ საათი დავედი ახლა დრაივით და მოგიყვებით ბორანოს ამბავს პირველ რიგში ჭრით რა ბიჭება დაჭრეს ყველი ჩეჩილი ყველი ანუ აი ესე გადაგრეხილი ყველი და წესით არ უნდა იყოს მარილიანი ეს ცოტათი მეტად მარილიანი იყო ამიტომ დაჭრეს და შემდეგ ეხლა ჩანს კიდეც რომ ხელით უფრო მეტად დაშალეს თითოეულ ჯამში ეს ჩვენი ჩეჩილი ყველი ძალიან მაგრად მაინტერესებდა როგორი გამოვიდოდა თუმცა როდესაც ამ კერძის შესახებ მითხრეს დავგუგლე YouTube-ზე ვნახე თეორიულად თითქოს ადვილი გასაკეთებელია მაგრამ ვინც იცის პრაქტიკაში უფრო მეტი ის ჭირდება ეხლა ამ დაჭრილ ყველს უფრო მეტად შლიან რომ უფრო მეტად ადვილი გახდეს მისი ცხელწყალში გატარება და დაალბობა. რადგან მეტად მარილიანი იყო, ასე დაშლის და დაჭრის შემდეგ
დაასხეს ცოტათი მგონი ცივი წყალი თუ სწორად მახსოვს. რადგან მარილი გამოეტანა. იმიტომ რომ მარილი აი ასე და შემდეგ ეს გადაწურეს კარგად გემრიელად დაიშალა ძალიან წვრილად, რომ შემდეგ უფრო ადვილად მოხდეს მისი დადნობა. პარალელურად ქვაბში სახლის კარაქი იყრება და აქ იმედი ჰქონდა გიას, რომ ანუ საკმარისი ჯამი იქნებოდა და კარაქი არ გადმოგვივიდოდა. ყველი გადავწურეთ ამასობაში და დავასხით ცხელი წყალი, მე რა დავასხი მე ვიღებდი ადუღებული წყალი, ცხელი არა, რომ ეს ყველი დამდნარი იყო, უფრო დარბილებული იყო და წელვადი გამხდარიყო. პარალელურად გია ადნობდა კარაქს. აი შეხედეთ როგორი ჯამში როგორ ცოტაა წესით. მაგრამ აქ არ ჩანს სამწუხაროდ კარაქი დუღილის დროს გადმოგვივიდა გაზზე და საოცრება ვქერით იქ, მაგრამ არა უშავ. ეხლა დაეტყობა კიდეც როგორ იცვლის ფერს კარაქი, ანუ სანამ იქითა ბაგიდაზე გვიდევს ცხელ წყალში ყველი, რომ დადნეს კი არა და დარბილდეს და წელვადი გახდეს, პარალელურად ვურევთ კარაქს, რომ კარაქი უნდა, მე მეგონა კარაქი უბრალოდ უნდა გამდნარი იყო, თურმე კარაქი უნდა დაიწვას. ანუ უნდა გახდეს მუქი ფერის. აი ძალიან მაგრა დაუყარეთ. კადრშიც ჩანს. აი ამ დროს უკვე კაი გადმოსული კარაქი გქონდა. აი ესე ძალიან ქაფდება და წესით ვითომ ცოტა კარაქს სჭირდება დიდი ჯამი, იმიტომ რომ ისე უცბად, აი როგორც რძე ამოგივიდეს და როგორც რძეს რო ყარაულობ ადამიანი და რძე გადმოგივა, ანალოგიური მოუვიდა ამასაც. და ამ დუღილის დროს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბალზე ვადუღებდით და ვწვავდით კარაქს, მე რა ვწვავდი, მე ვიღებდი, მაინც გადმოგვივიდა. და ეხლა ნახავთ როგორი შეფერილობის უნდა იყოს კარაქი, რომ ბრანო კარგი გამოვიდეს. აი ასე როგორც თაფლი დუღს, აი ესე ადუღდა დიდი ბუშტუკებით. ოღონდ კიდევაც არ არის მზად. ეხლა ცოტა ხანში ნახავთ როგორ შეიცვლის ფერს. მე არ ვიცი ამის თანანოყიერი კერძი, გემრიელი კერძი მართლა არ გამისინჯია, მაგრამ არ ვიცი ამის მერე უბრალოდ როგორ ახერხებს ხალხი ან ზოგადად ვინმე რომ რამე ჭამოს კიდე. აი როგორც ელარჯი, ღომი და ეგეთი რაღაცა ისეთი ნოყიერია რა. ეხლა უკვე გამოჩნდება როგორ დაიწვა კარაქი და რა შეფერილობა მიიღო. აი ესეთი გახდა იმ წამს. ძალიან დაბალზეა უკვე ეს კარაქი. თითქმის არ ეტყობა რომ დუღს, მაგრამ ფერი კი ეტყობა როგორი არის. აქ უკვე კარგად გვაქვს გადმოსული კარაქი. კარგად გავალივლივეთ იმაზე, რა ქვია, გაზზე. კმაყოფილები ვიყურებოდით. აი შეხედეთ ყვითელმა კარაქმა როგორ შეიცვალა ფერი და გახდა მუქი. რათა კაკაოსფერი არა, უფრო მოყავისფრო ფერი. ეხლა უკვე წესით უკვე დრო არის რომ დავასხათ ჩვენს ყველს და ვნახოთ როგორი იქნება. ეს უკვე გადაწურულია და უბრალოდ ცხელ წყალში არის ჩამდნარი და ამ ადუღებულ კარაქს ვასხავთ ამ გამდნარ ჩარბილებულ ყველს და შეხედეთ აქ რა ხდება. აი არ ვიცი. დუღს ჯამში ყველი და კარაქი.
აი ეს წესით ვითომ ჩვეულებრივი 3 ჯამი, 3 მათლაფა, ანუ 3 კაცის ზომა არ არის. ჩვენ ვჭამეთ ეს 6 კაცმა და კიდევაც დარჩა. მინდა გითხრათ, რომ უგემრიელესი იყო და აჭარლებს ალბათ ამის გაკეთებაში ბადალი არ ეყოლებათ. ძალიან მაგარი, ვიზუალურადაც ეტყობა, ვისაც ესეთი რაღაცეები გიყვართ და ესეთი ნოყიერი და ცხიმიანი კერძის ჭამა გიყვართ, კიდევაც ეტყობა როგორი კერძი უნდა იყოს შეხედეთ. აქ კიდე ისე არ იწელება ყველი როგორც უნდა იწელებოდეს, იმიტომ რომ ჩვენი ყველი არ იყო ნაკლებად მარილიანი, ანუ უფრო მეტად მარილიანი იყო და უფრო მეტად თვითონ როგორც თქვეს, მეტად დამწნილებული. ეხლა ეს უკვე ჩემ თებში ასხავს გია, რომ განახოთ რა ხდება აქ. მერთო აი იმის ჭამის და იმის დანახვის შემდეგ რა ნამუსით უნდა თქვას ადამიანმა, რომ იცი რა, მე არ ვჭამ, იმიტომ რომ დიეტაზე ვარ. მერთო ჩემო, აი იმაზე უარს არ ვიტყვი, სულ რომ 100 კილო გავხდე და უფრო მეტს გადავაჭარბო. უგემრიელესი იყო ხალხნო, პირველად ვჭამე და აი მართლა უგემრიელესი იყო, მაგრამ არ ვიმჩნევთ +5 კილოს. ვინც გააკეთებს და აჭარლებო ყოველთვის ვიტყვი, რომ ანუ ეს გაქვთ ძალიან მაგარი კერძი. ძალიან გემრიელი იყო, მომეწონა და მადლობა ბიჭებს ამ კერძისთვის და მომზადებისთვის.